ამერიკაში თუ რამე შანსი აქვს ვინმეს რომ დაგსკამოს და ზედმეტი ფული გადაგახტევინოს და ყველაფერზე ფული დაგამატებინოს. ანუ შოქში ვარ უბრალოდ ხალხო, იმიტომ რომ სადაც ცხოვრობდით ფენიქსში, ანუ ჩვეულებრივი სკამია ადგილი, იმიტომ რომ რამდენ ფულსაც გვახტევინებენ დამატებით გადასვლის შემდეგ რაღაც დალაგებაში და რაღაცებში, როდესაც ჩვენ თვითონ როცა გადმოვედით, ჯოჯოხეთი ხდებოდა სახლში ისეთ დალაგებელი და გვახვედრა დღეს თვითონ ბინა. ფრონტიერით მივფრინავთ ეხა ლოს-ანჯელესში და გადავიხადეთ დამატებით რაღაცა დაახლოებით 300 რაღაცა დოლარი გადავიხადეთ იმაში, რომ ზედმეტი ბარგი ჩაგვებარებინა და პლუს გადავიხადეთ თანხა იმისთვის, რომ ეს ბარგი ყოფილიყო უფრო მძიმე და ადგილზე რომ მოვედით, გითხრეს, რომ კი, მაგრამ თქვენ მხოლოდ 100 დოლარი რო გადაიხადეთ, მხოლოდ ერთი ბარგის გადაიხადეთ. ოღონდ ეს სად არ არის მისთებული საიტზე და საიტი გეუბნება მაგას, რომ ჩანთების ზომები გაზარდა რა. ანუ პლუს ამას ლოს-ანჯელესის სახლისას გქონდა ნაკიროები და ფული გქონდა უკვე Airbnb გადახდელი, იმიტომ რომ 6 კვირა ვჩობით იქ და ეს short term რაღაცების ქირავა ზართულია. მაგ სახლში 11 საათზე უნდა გაგვეკეთებინა ჩეკინი და უკვე 11 კი არა, ანუ პირველი საათი იყო და ლოკაცია რო საათ უნდა მივსულიყავით და როგორ შევსულიყავით და შემდეგ არ გქონდა. ამიტომ მოგვიწია რომ გაგვეუფმებინა იმ დღეს, როცა ლოს-ანჯელესში ჩავდივართ. და ანუ ეგ ადგილიც ჩვეულებრივი სკამი აღმოჩნდა და ეხლა Airbnb-მ რაღაც refund-ი უნდა გაგვიკეთოს. თუ ანუ რამე შეარსებობს რომ ფული გადაგახტევინონ, ზედმეტი რამე შანსი არსებობს რომ ფული გამოგერთვან, ზედმეტი ანუ ყველაფერზე ფულს გერთვან უბრალოდ შოქში ვარ. ანუ გუშინ უბრალოდ ჩემ მეგობარს გამოყვება აეროპორტში რომ ბარგები ჩაებარებინა და გარეთ სივრცეში იბარებდნენ რა ბარგებს რომ გაგიმარტივონ რომ ბევრი ბარგი თუ შეგით რომ გარეთ რომ გარდან არის ჩასაბარებელი და მან რო ჩავარა ეს ბარგები და თანხა გადაიხადა რაღაც დამატებით ამ რადგან გარეთ აბარებდა ოდნავ მეტი კომფორტი გაქვს კიდე მაგაში ფული უნდა გადაიხადო და თანხა რო გადაიხადა ამ თანხის გადახდის დროს ოფცია მოვუგდა რომ ჩაის დატოვება რომ ანუ ტიპი რო დაუტოვა ეგ და ამანაც დავტოვა რაღაცა პლუს 15% ტიპი რაში არაფერში უბრალოდ რომ ბარგი ჩაუბარეთ მაგაში პლუს 10 ანუ აი უბრალოდ რამდენად ყველაფერზე და ყველაფრისგან ფულს ეკეთებენ ამ ქვეყანაში შენზე ეს არის ჩემთვის მართლა შოკის მომხურელი იმიტომ რომ ეგეთი რაღაც არ მინახავს ანუ არ ვარ ცოტა ქვეყანაში მართლა ნავყოფი და არ ვიცი რავი 20-მდე ქვეყანაში ვარ ნავყოფი და არც ერთ ქვეყანაში ეგეთი რამე არ მქონია ანუ საქართველოშიც გვაქვს ძალიან შითი ვიზე არის მაგრამ რავი ეგრე არ სკამავენ როგორც აქ იაფიანი რაღაცა კომპანია ფრონტიერი მაგალითად